გადაცემას აღმაშენებლის გამზირი 44-დან ზააბრუკენის მოედნამდე მოძრაობა ტრანსპორტისთვის ჩაიკეტება და მონაკვეთი საფეხმავლო გახდება. ადგილზე ტურისტული ობიექტების განთავსება იგეგმება. აღნიშნულ მონაკვეთს რეაბილიტაცია ახალი თბილისის პარკლებში ჩაუტარდა. პროექტის დეტალებზე თბილისის განვითარების ფონდის დირექტორთან გიორგი ბაიდარაშვილთან ერთად განვაგრძობთ საუბარს. ბატონ გიორგი, მოგესალმებით. გამარჯობა, მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მოდით ზოგადად პროექტზე ვისაუბროთ. რა ეტაპზეა ახლა ის პროექტი, რომელიც ყველა თბილისის ახარებს პრინციპში და დასასრულისკენ მიდის უკვე. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ყურადღება გამოიჩინეთ პროექტის მიმართ, მართლაც ძალიან საინტერესო ეტაპზე ვართ. პროექტი ახალი თბილისი ამ ნაწილში, აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის ნაწილში თითქმის დასრულს მიუახლოვდა. დასრულდა ძირითადი სამუშაოები 5 თებერვალს დავიწყეთ ჩვენ. სამი ძირითადი მიმართულება იყო შენობების რესტავრაცია, მათ შორის 45-დან იყო 38 ძეგლი. ჰქონდა ჩვენ კომუნიკაციების, ასე ვთქვათ, მოწყობის სამუშაოები და ისეთი კომუნიკაციები გაკეთდა, რომელიც მანამდე იქ არ იყო, მაგალითად ეს იყო სადრენაჟის სისტემა, რომელმაც წყალი მოაშორა, მიწქვეშა წყლები მოაშორა შენობებს, სანიავრე სისტემა და მთლიანად შეიცვალა ყველა სხვა დანარჩენი ქსელი, რომელიც იქ იყო, ასე ვთქვათ, სამომავლო მოთხოვნების გათვალისწინებით და დაახლოებით 1-50 წლის განმავლობაში არაფრის დამატება იქ არ დაჭირდება და მესამე ეტაპი ახლა მიმდინარეობს, ეს არის კეთილმოწყობის სამუშაოები, მთლიანად შეიცვალა, ასე ვთქვათ, ქუჩის დიზაინი, ასე ვთქვათ, დიზაინი საფეხმავლო ნაწილში შეიცვალა მთლიანად და წინა ნაწილში, ანუ დაახლოებით, ასე ვთქვათ, პოსტის შენობამდე, ასე ვთქვათ, განახლდა განათების სისტემის, ქვაფენილის და, ასე ვთქვათ, მანიშნებლების და გაჩერების ჩათვლით ყველაფერი. ბატონ გიორგი, თავიდანვე როდის პროექტი იწყებოდა, მაშინაც იყო საუბარი, რომ იქ შეიძლება მოძრაობა ჩაკეტილიყო და გამხდარიყო საფეხმავლო გზა, იქ ტურისტული ობიექტები განვითარებული ოკოების მაღაზიები და ასე შემდეგ სუვერენების. ბოლო ინფორმაცია გვაქვს, რომ ეს რეალურად მოხდება. რა მონაკვეთზე ზუსტად თუ ვიცით? მე შემიძლია დაგიზუსტოთ, ესე იგი, თუ მანამდე ჩვენ ვამბობდით ესე, რომ სატესტო რეჟიმში ჩვენ ვაკვირდებით, ესე ვთქვათ, მოძრაობის, ასე ვთქვათ, შესაძლებლობას, ანუ გადაწყობის შესაძლებლობას, რომ იქ სატრანსპორტო კოლაფსები არ ყოფილიყო და წლის დასაწყისში მე ვამბობდი, რომ ამას არ მოყვება სატრანსპორტო კოლაფსი. ჩვენ დღეს შეგვიძლია უკვე თქვათ, რომ მე მიიღო ოფიციალურად გადაწყვეტილება, რომ ეს ნაწილი აღმაშენებლის წერეთლების ქუჩიდან ქვემოთ, ანუ მაზნიაშვილის ქუჩას, ესე ვთქვათ, თავში იკეტება, ბოლომდე ყოფილი ვორონცოვის, ანუ ზააბრუკენის მოედნამდე გახდება საფეხმავლო. დიახ, ანუ ეს რეალურად თქვათ სატრანსპორტო ნაკადებს მივმართავთ სხვა მხარეს და რეალურად არ შეიქმნება სატრანსპორტო ნაკადები ჭოროხის ქუჩის გავლით ჩავა სანაპიროს ქუჩაზე. ყველაზე მთავარი სატრანსპორტო ნაკადი აღმაშენებლის იმ ნაწილში, რომელიც დღეს იკეტება, არასდროს არ იყო ძალიან დიდი ინტენსივობით მოძრაობა და თქვათ, აი რომის ქუჩა, ვარციხის ყოფილი ქუჩა, დღეს ეს თქვათ გამტარიხდება, მაინც შეიძლება ჩაულებრივ. რაც შეეხება თქვათ იქ ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას, მე გულისხმობ სუვენირების მაღაზიებს, კაფეებს და ასე შემდეგ, ანუ ინვესტორები არიან, ინტერესი არის ამ ქუჩის მიმართ. ასე იგი, პროექტის დასაწყისშივე საკმაოდ დიდი, ესე ვთქვათ, ინტერესით გამოირჩეოდა ეს ადგილი, იმიტომ რომ ყველა მიცოდა, რომ ასე ვთქვათ, ძალიან დიდი მიზიდულობის ცენტრი გახდებოდა განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც საფეხმავლო ზონად გამოცხადდებოდა. დღესაც ძალიან დიდი არის ინტერესი, ანუ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ფართების მესაკუთრებს, იქ კერძო საკუთრებაში თითქმის ყველა ფართი, განსაკუთრებით კომერციულ ნაწილში, ყავთ, ვთქვათ, თითო-ორი ინტერესები არიან თუ ქართველები, ქართველებიც არიან და ვთქვათ, უცხოური ბრენდებიც არიან, რომლებიც ვთქვათ, წარმოდგენილები არიან თბილისში. მე სამწუხაროდ თავ შევიკავებ დასახელებისგან, იმიტომ რომ ჯერ ვთქვათ, ხო, კონფიდენციალობის და ხო, მის დაცვით. იქ ძირითადად საუბარია ტურისტულად საინტერესო ინფრასტრუქტურის, ვთქვათ, ეს არის კვების ობიექტები, ანტიკვარიატის მაღაზიები, შეიძლება გალერეები, წიგნის მაღაზიები და მანამდეც იყო განვითარებული, ანუ შალი ხიდის მიმართულებიდან იყო, ასე ვთქვათ, შემოჭრილი აქეთ, იმიტომ რომ ტურისტულად საინტერესოა, უბრალოდ ამას ჭირდებოდა, ასე ვთქვათ, მოწესრიგება და მიზიდულობის ამაღლება, რაც მოხდა, ასე ვთქვათ, რეაბილიტაციით და საფეხმავლო ზონად გამოცხადებით. ფასიც მოიმატებს, რა თქმა უნდა, კომერციული ფასი. ცხადია, როდესაც ინტერესი იზრდება, მოთხოვნა მიწოდების საფუძველზე, ანუ თუ იქნება დიდი მოთხოვნა, ასე ვთქვათ,
100 ბატონო გიორგი, გარკვეულწილად რა თანხა ამ ეტაპზე დახარჯული უკვე პროექტისთვის? ჩვენი გათვლებით თავდაპირველად ასე ვთქვათ, ჩვენი გათვლა იყო 21 მილიონი, თუმცა იქ შენობების ასე ვთქვათ, მასშტაბური შენობების რეაბილიტაციის მასშტაბურობიდან გამომდინარე გარკვეული თანხები დაემატა. დაახლოებით 30 მილიონის ფარგლებში ვფიქრობთ, რომ დაждდება გამზირის ასე. სხვა უბანში თუ გეგმავთ მსგავსი მასშტაბის პროექტის ჩატარებას? პროექტი ახალი თბილისი, ასე ვთქვათ, მიზნად ისახავს ძველი ქალაქის, ასე ვთქვათ, ეკონომიკის განვითარების და ასე ვთქვათ, მისი მდგრადობის ამაღლებას და ამის ყველაზე სწორი გზა არის, რომ რადგან ჩვენი ქალაქის ცენტრი ისტორიულია, ისტორიული ტურიზმის განვითარებას შეუწყოთ ხელს, ეს ცნობილი ასე ვთქვათ, მიდგომა არის ბევრ აღმოსავლეთ ევროპის დედაქალაქებში, ასე მოხდა. ჩვენი მთავარი ამოცანა არის, რომ დიდი ტურისტული მარშრუტი შევკრათ, რომელიც ასე ვთქვათ, მარცხენა ღერძზე მოიცავს მუშტაიდის ბაღიდან მშალი ხიდის ჩათვლით მონაკოს და აქტიურად წინა წელს წლის დასაწყისში თუ საუბრობთ იმაზე, რომ რეალურად გვინოდა გადაბმა მონაკვეთის, ეხლა შეგვიძლია ვისაუბროთ იმაზე, რომ ჩვენ გადავობით ეს გამომთრიანეთ მთელი ეს მარშრუტი და გვეგმავთ უკვე მშალი ხიდის და ორბელიანის მიმართულებით, ასე ვთქვათ, მუშაობის დაწყებას და არა მხოლოდ აქ. მომავალს დაიწყება თუ ვფიქრობ, მოსამზადებელი სამუშაოები და ორბელიანზე დაწყებული გვაქვს. 9 სექტემბერში შედგა კონკურსი პროექტირებაზე, რამდენიმე ლოტად და ყავს გამარჯვებულები ვიწყებთ მუშაობას. გარდა ამისა, ამ წელს თქვენ იცით, რომ ჩვენ მუშაობდით ღვინის აღმართს და გუდიაშვილის მოედანზეც და ვფიქრობთ ასევე სხვა საინტერესო მონაკვეთების ჩართვას, რომ დიდი ტურისტული მარშრუტი რაც შეიძლება გრძელი იყოს თბილისში, რომ ჩამოსულმა ტურისტმა, ასე ვთქვათ, მეტი საინტერესო რეკომენდაცია წაიღოს თავის ქვეყანაში, რომ აქ იქნება ერთიანი სივრცე, რომელიც რეალურად ასაც პასუხობთ, ჩვენ პასუხობთ იმას, რომ წელს ტურისტული ნაკადების დაგვაქვს 17%-იანი და ეს არის ასე ვთქვათ, ამ პროექტის განხორციელება არის პასუხი, რომ ასე ვთქვათ, ინფრასტრუქტურა ტურისტული მზად იყოს, ასე ვთქვათ, შემდეგი წლევანდელი და შემდეგი 2 წლის მზარდი ნაკადების მოსახურებისთვის. იმედია ეს ზრდა იქნება კიდევ და კიდევ ორციფრიანი. დიდი მადლობა ბატონ გიორგი ბაიდარაშვილი, თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი იყო ჩვენი სტუმარი.